ქეთი თევზაძე, სადარიგის კაპიტანი, მადლობა შენი დროისთვის და იცი რა მე მინდა გთხოვო რომ ვისაუბროთ ქალთა როლზე მთლიანად შეიარაღებულ ძალებში. შენ ეს ადამიანი ხარ, რომელმაც თითქმის ყველა საფეხური გაიარე და პრინციპში საბრძოლო ქვედანაყოფში სპეციალური დანიშნულების კურსი გავლილი ისეთი რომელსაც ვერ შეეჭიდა ბარეული მამაკაცი. ამიტომაც მინდა გკითხო ქალთა როლის თაობაზე რომ გვესაუბრო და აგვიხსნა რა როლი უკავიათ ზოგადად და რა შეიძლება რომ გაკეთდეს, როგორი არის ქალი ჯარის შიგნით და როგორი არის შემდეგ უკვე მისი ცხოვრება არმიის გარეთ. რა სირთულეებთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული. ზრუნავს თუ არა სახელმწიფო ამ საკითხზე და აქვს თუ არა აი ამ თემაზე ფიქრის ვალდებულება მას. ნუ სახელმწიფო მე მგონი მამაკაცებზეც არ ზრუნავს მაგ თვალსაზრისით ჯარის შემდგომ ცხოვრებას გულისხმობ, თუმცა თავიდან დავიწყოთ. ქალთა როლი. რას გულისხმობ ქალთა როლში? ქალის როლი, როცა ისმედი შეიარაღებულ ძალებში, არის ზუსტად იგივე, რაც მამაკაცის. ჩემი გადმოსახედიდან, ჩემი თვალსაზრისით, ჯარში არ უნდა იყოს ეს დეფინიცია, რომ ქალი და კაცი. მე ესე უყურებ, რომ ქალი არის ფსიქოლოგია, მდედრი არის გენდერი. იქ რომ მიდიხარ, ხარ მდედრობითი სქესის სამხედრო მოსამსახურე. ყოველ შემთხვევაში მე ეგ ვიყავი და ამ შეგნებით მივედი, ამ შეგნებით გავიარე და დღესაც თავიდან რომ მომიწიოს ამდენი წლის გადმოსახედის მერე გავაკეთებ იგივეს. განსხვავებით სხვა მდედრობითი სქესის სამხედრო მოსამსახურეებისგან ის კურსი, რომელიც თქვენ ახსენეთ კოჯრის სპეცდანიშნულების სკოლაში, მე გავიარე ზუსტად ისე, როგორც გაიარა ყველა სხვა მამრობითი სქესის სამხედრო მოსამსახურე. მე არ მქონია ცალკე სტანდარტი ფიზმომზადებაში, მე არ მქონია ცალკე საშხაპე, ცალკე ოთახი, ცალკე გამოსაცვლელი და ასე შემდეგ. ის თუ როგორ გვარდებოდით, ეს იყო უბრალოდ ბიჭების დამოკიდებულება და პატივისცემის გამოხატულება ჩემი არჩევანის მიმართ, თორე სხვა მხრივ მე შეღავათი არ მქონია, რაც ვთვლი, რომ ძალიან სწორია. მოდი დავიწყოთ იქიდან, რომ ქალს ჯარში არ იწვევენ. ქალს ვალდებულება, კანონიერი ვალდებულება, რომ იქნეს გაწვეული, არ გააჩნია. ეს არის მთლიანად ქალის არჩევანი. სანამ ამ არჩევანს ქალბატონი გოგონა გააკეთებს, მას თავიდან ბოლომდე უნდა ქონდეს გაცნობიერებული და ყველაზე მეტად უნდა უნდოდეს ეს საქმე. იმიტომ რომ მამაკაცებისგან განსხვავებით, ქალს ცოტა უფრო ბევრის დათმობა მოუწევს, როდესაც ამ საქმეში შევა. მორალურადაც და ფიზიკურადაც. მაგრამ თუ შეხვედი ამ საქმეში, ეს შენი არჩევანია და კეთილი ინებე და გააკეთე ზუსტად ის, რასაც აკეთებს ყველა დანარჩენი. გარდა მორალურისა, ამას ძალიან მარტივი ახსნა აქვს ჩემთვის. პრაქტიკული. თქვათ, ქალს აქვს ნაკლები დრო მოთხოვნა ფის სტანდარტებში. მოთხოვნა აქვს სირბილზე ნაკლები დრო. წონის გადატანაზე ნაკლები წონა. და ასე შემდეგ. აზიდვები ნაკლები, მისვლები ნაკლები. საიდან მოდის აი ეს ციფრები, აი ეს ნორმატივები და რას ემსახურება ის? თქვათ 100 მეტრი მამაკაცმა უნდა გაირბინოს ამა და ამ წუთში, ქალმა უნდა გაირბინოს ამა და ამ დროში. ქალის დრო ყოველთვის უფრო მეტია. თუმცა ეს 100 მეტრი იქნება ეს გადარბენა თუ რაღაცის მოსწრება, რა მნიშვნელობა აქვს? გათვლილია იმაზე, რომ აი თქვათ ტყვიას გაასწრო უფრო მეტი პროცენტულობით. ამ ქალს ამ პროცენტულობას რატო უზრდი, რომ ტყვია მოხდეს? ის ხო ვერ ასხვავებს, ტყვია ხო ვერ ასხვავებს, ვისკენ მიფრინავს, ქალისკენ თუ კაცისკენ, ხო? წონას თხოვ ნაკლებს. აი საბრძოლო ქვედანაყოფში არის ქალბატონი მდედრობითი სქესის სამხედრო მოსამსახურე, რომელსაც აქვს თქვათ ვალდებულება, რომ ატაროს 5 კილოთი ნაკლები, ვიდრე ნებისმიერმა სხვა მამაკაცმა.
ეს 5 კილო ანის წონა რაც არსებობს, ეს ხო ციდან არ მოსულა არა, ეს არის გათვლილი რაღაცა, ჯავშან ჟილეტი, აღჭურვილობა, ტყვია წამალი, ასაფეთქებელი ნივთიერებები, კავშირგაბმულობა, სამედიცინო პირველადი სამედიცინო დახმარების ჩანთა, ეს ხო ის არ არის, რომ მოდი ვთქვათ 45. ეს ხო ყველაფერი გათვლილია. რომელს აკლებ ხალს აქედან, როდესაც წონას უმსუბუქებ? რომელს აკლებ? აი ეს არის პრაქტიკული ახსნა ჩემთვის იმისა, თუ რატო უნდა იყოს ერთი და იგივე სტანდარტი მამაკაცისთვისაც და ქალისთვისაც. გადავიდეთ შემდეგ საკითხზე. როლი აქვს ზუსტად იგივე. და ქალი, როდესაც აი ყველა ამ არჩევანზე მიდის შეგნებულად, ქალი ამისთვის მზად არის. სამწუხაროდ ამისთვის მზად არ არიან მამაკაცები. სამწუხაროდ მამაკაცი ყოველთვის ცდილობს, რომ დაიცვას ის გვერდში მდგომი მისთვის გოგონა და ნაკლები საფრთხე შეექმნას მას. აიღოს მისი ტვირთი, აიღოს მისი დავალება, აიღოს მისი სიმძიმე. ქალები, როდესაც იქ მიდიან, ამისთვის მზად არიან. კაცები არ არიან მზად, რომ გოგონა ამაზე გაუშვან. ასე რომ ჯერ მამაკაცები უნდა გაიზარდნონ ისე, რომ ქალი არ შეეცოდოთ იმ არჩევანისთვის, რომელიც ამ ქალმა თვითონ გააკეთა. თვითონ უნდა ყველამ პატივისცა, გარდა იმ გვერდზე მდგომი მამაკაცისა, რომელიც ეუბნება, რომ მოდი მე წამოგიყებ. ეს მეორე, ანუ ამ მხრივ მამაკაცებმაც თავისი ნაბიჯი უნდა გადადგან და სულაც არ ჩაითვლება რაღაც ცუდ ნაბიჯად, თუ ის გოგოს ჩანთას არ აწევს. შენ თუ მშვიდობიანობის და წვნების დროს ამ ჩანთის თრევა არ შეგიძლია, ომში მით უმეტეს ვერ ათრევ. და არა მარტო შენ თავს წირავ, არამედ ყველა იმ ადამიანს, რომელიც შენ გვერდზე დგას, შენი უსუსურობით. ამიტომ მამაკაცების მომზადების, ანუ მენტალური მომზადების დონეც უნდა იყოს იგივენაირი, რაც გააჩნიათ ქალებს. ეს ორი. და კიდე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც შენახსენე, ცხოვრება ჯარში და ჯარის შემდეგ. როდესაც მე ყოველ შემთხვევაში მე არ მიყვარს განზოგადებული საუბარი, ყოველთვის პირადი გამოცდილებით საუბრობ. მე როდესაც ჯარში მივდიოდი, ზუსტად ვიცოდი, სად მივდიოდი, ზუსტად ვიცოდი, რომ ამაზე მეტად სხვა არაფერი საქმის გაკეთება არ მსურდა, თუმცა ზუსტად ვიცოდი ის რისკებიც, რაც ამას შეიძლებოდა მოყოლოდა. ამიტომ ყველაზე რთული ეტაპი ჩემი სამხედრო მომზადების მე გავიარე მხოლოდ მას შემდეგ, რაც უკვე მყავდა შვილები. ის რომ შვილები უკვე მყავდა, მე მაძლევდა ჩემ თავთან იმის უფლებას, რომ გამევლო შემდეგი საფეხური სამხედრო მომზადების, რომელსაც შეეძლო გამოეწვია ის, რომ მე დედა არ ყოფილიყავ. თუმცა ამითი საქმე არ გაიოლდა. მან ბოდიში ფიზიკურ დატვირთვას გულისხმობდა ფიზიოლოგიას, რასაც ხანდახან ყოველთვის ქალის ორგანიზმი რაღაცებს ვერ იტანს, ხო? შვილები მყავს, შემიძლია რაც მინდა ის ვაკეთო, თუმცა ეგრე მარტივადაც არ არის საქმე, როგორც აღმოჩნდა. იმიტომ რომ ამ შვილების ყველაფერს მნიშვნელოვანს ტოვებ. ეს უკვე მორალური სიმძიმეა, რომელსაც ზოგი გაუძლებს, ზოგი ვერ გაუძლებს. მე ძალიან გამიჭირდა მაგალითად. პირველი ეს, რომ აი შვილები მათ ცხოვრებას ტოვებ. რაღაცნაირად კონტაქტს კარგავ. ტოვებ პირველ ნაბიჯს, პირველ სიტყვას, პირველ მოცლილ კბილს, დაბადების დღეს საავადმყოფოში თუ ცუდად გახდა ბავშვი, ექიმთან თუ მისაყვანია, უშენოდ ხდება ეს ყველაფერი. და რაღაცნაირად აი ესეთ გარიყული ხდები ამ ცხოვრებისგან, ხო, რა ძალიან მძიმეა. რო არ დაგიმალოთ, რაც არ უნდა მთელი ცხოვრების ოცნება ეს კარიერა ყოფილიყო. ამის შემდეგ ამის გარდა
ოჯახშიც ახლა იქმნება პრობლემები, არა მარტო მაშინ, როდესაც თქვა ქალია სამხედრო მოსამსახურე, პირიქითაც, როდესაც მამაკაცია სამხედრო მოსამსახურე და ხანგრძლივი დროით არის წასული, იმასაც ბევრჯერ შექმნია, ხო, პრობლემები, ამას გენდერს ვერ დავაბრალებთ მარტო, ალბათ, ჩემი აზრით. მანდაც იქნება პრობლემები და ბოლოს თუ კი ეს პრობლემები მოერია შენ სამხედრო სამსახურის სურვილს, ყურვილს, კარიერისადმი ყოლვას და ასე შემდეგ, რომ მოდიხარ ამ ჯარიდან, ქალი რჩები საერთოდ უფუნქციოდ. იმიტომ რომ შვილები წამოსდილები არიან, მთელი შენი სამეგობრო და ცხოვრება არის ის, რაც ნებისმიერ სხვა 90% ქალებისა საინტერესებს შენთვის აბსოლუტურად მეორეხარისხოვანი და გაუგებარია და სხვა არ იცი არაფერი. იმიტომ რომ სახელმწიფო თავშივე არ გეუბნება, რომ ჯარებიდან რო წამოხვალ, შენთვის ისი შემოთავაზება შემიძლია. არამც თუ არაფერს არ გთავაზობს, ამის შესახებ გეგმაც არ გააჩნია. არც გაფრთხილებს, არც ქალს და არც კაცს. უბრალოდ კაცისთვის ეს მისი ფიზიკური უნარებიდან გამომდინარე, ბევრად უფრო მარტივი ხდება, ვიდრე ქალისთვის. კაცი რომ მივიდეს მშენებლობაზე, მას მიიღებენ. ქალი რომ მივიდეს მშენებლობაზე, გაუშვებენ სახლში. ანუ სხვა თუ არაფერი არ შეგიძლია. სახელმწიფო არ ზრუნავს იმაზე, რომ მოგცეს განათლება, პროფესიული განათლება. სახელმწიფო არ ზრუნავს იმაზე, რომ მოახდინოს შენი რეინტეგრაცია და რეაბილიტაცია. სახელმწიფო არ ზრუნავს იმაზე, რომ შენთვის კონდეს რაღაც გეგმა. და სანამ თქვა სამხედრო სამსახურს თავს დაანებებ რაღაც გარკვეული პერიოდის შემდეგ, რაც აუცილებელი მინიმუმია, მოვიდეს და გკითხოს, რომ აი ეხა გაქვს ისრულდება აუცილებელი მინიმუმი. რას აპირებ? დარჩები თუ რამე სხვის გაკეთება, თუ რამე სხვა რამის შესწავლა გინდა, დაგეხმარებით. ან მე გასწავლი, ან მითხარი სად გინდა სწავლა, შენ საპენსიო ფონდს თუ რაღაცას გაგინაწილებ და გასწავლ. ეს აბსოლუტურად არ არსებობს. და ჩვენ როდესაც შევდივართ სამხედრო სამსახურში, ამაზე არ ვფიქრობთ. მაგრამ ჩვენს მაგივრათაც არავინ არ ფიქრობს. და მთელი ამ დროის განმავლობაში არც არავის არ მოუფიქრებია ეს. არა, ბევრს მოუფიქრებია, იყო თავიდან ბევრი წლის წინ წინა მთავრობის წინ ინგლისი ცდილობდა, ინგლისის სამხედრო ატაშე იყო ესეთი ენდრიუ კერი, არაჩვეულებრივი ადამიანი, პოლკოვნიკი იყო, ავიაციის პოლკოვნიკი იყო თუ არ ვცდები, თუ სწორედ მახსოვს, რომელიც ცდილობდა ინგლისის პრაქტიკის დანერგვას, გაზიარებას და აი ამ მიმართულებით მუშაობას თავდაცვის სამინისტროსთან. თუმცა მას მერე ეს მე ვერ გეტყვით, მერე დიდი ხანი აღარ მიმსახურია მას მერე არ ვიცი განვითარდა თუ არა, მაგრამ ფაქტია ის, რომ დღეს ჯარიდან წამოსული ადამიანები ისევ რჩევიან უფუნქციოდ. ფაქტია და ხვალ რო ჯარიდან წამოვიდეს თუნდაც გოგონა, ის რას გააკეთებს თუ ოჯახი არ უდგას მხარში, კიდევ უფრო უფუნქციოდ ხო, კიდევ უფრო უფუნქციოდ რჩება, მით უმეტეს, რომ აი ამ სამოქალაქო ცხოვრებაში, რაც დღეს ქართველი ქალის, სამოქალაქო ქალის რაღაც ის არის, ხო? იქ ადგილს ვერ პოულობს. დიასახლისობაც ძნელია, ხა დამერწმუნეთ და ეს სიტყვაზე თუ მენდობი, დიასახლისობა ძნელია მას შემდეგ, რაც 30 ბიჭთან ერთად დარბი ხარ, ტყვიას ისვრი, ყუმბარას ისვრი, აი ძნელია და ანუ შენი ის რო ყოფილიყო თავშივე დიასახლისობა, საერთოდ არ წახვიდოდი ამ ჯარში, ხო? ანუ მოწოდება სხვა გაქვს და უცებ ხდები იძულები დიასახლის, იმიტომ რომ სხვა არაფერი არ იცი. სხვა არაფერი არ უსწავლებია და ყველას ცუდი ის არის, რომ არც უთქვამთ, რომ ეს ოდესღაც მორჩება. მერე რას აპირებ? აი მერესთვის არავინ არ შეუმზადებია. და რომ წავიდნენ, მადლობა უთხრეს სამსახურისთვის, რაღაც ერთჯერადი კომპენსაცია მისცეს და მთელი მისი გამოცდილება, თუნდაც სამოქალაქო პირის სახით ისევ რომ შეაბრუნო
ჩადო უსაფრთხოების აი ეს მინდოდა მეკითხა, ხო, ზუსტად, აი როგორი არის მაგალითად საერთაშორისო გამოცდილება, ვთქვათ რაღაც. არა. ჩვენ წამოვედით და აღარ ვარსებობთ. აღარ ვარსებობთ უარესი ზედმეტები ვართ. 2008-ში, როდესაც ჩვენ თადარიგის ოფიცრებთან მე ახალი წამოსული ვიყავი 2008-ში, საბრძოლო გამოცდილებით ვიყავი, ტაქტიკური განათლებით ვიყავი, ყველაფრით, რომ გამოცხადდით კომისარიატში ჩვენინებით, იმიტომ რომ არ გამოგვიძახეს. არა მარტო მე, უფრო მეტიც აფხაზეთში ნაომარი ადამიანები, რომლებიც გამოცხადდნენ და რა გავაკეთოთ იკითხეს. ყველას უთხრეს, რომ დაგველოდეთ, თქვენ არ ხართ საჭირო. ამდენი წელი გავიდა მთავრობა შეიცვალა, სისტემა შეიცვალა 9 ჯერ. სისტემა არ შეცვლილა. ამაზე, ქაღალდზე ხო ცვლილების მცდელობები ხო აი რაღაც ახალი ბორბალის გამოგონებას ხო მუდმივად ვცდილობთ, მაშინ როცა არსებობს უკვე რაღაც ინსტიტუტები, რომლებიც მუშაობს. არაფერი. მოიკითხეთ ერთი სამობილიზაციო სამსახური და მოიკითხეთ თადარიგის ოფიცრები, ჯარისკაცები, რომლებმაც იციან, სად უნდა გამოცხადდნენ, ან კითხეთ სამობილიზაციო სამსახურს, სად ცხოვრობს დღეს კეთი თევზაძე და სად უნდა გამოიძახოს. თუ აქვს მასთან წვდომა, თუ აქვს მისი ახალი ტელეფონის ნომერი, ან 2008-ში თუ ქონდა, ან 2012-ში თუ ქონდა. კითხეთ. თუ დამიკავშირდა ვინმე გვარდიის რეზერვში ჩავეწერე, როდესაც უკვე ამოქმედდა ეს ახალი სარეზერვო სისტემა. ვინმე დამიკავშირდა, ანუ განაცხადი გავაკეთე, უარი მაინც მითხრეს? როგორი არის? უარს რატო მეუბნებით? უარი მაინც მითხრეს? როდესაც პირდაპირ საუბრებში ეს ვიკითხე, გოგოებისთვის მზად არ ვართო ესე მითხრეს. რას ქვია გოგოებისთვის მზად? არ ხართ 2004 წელს თუ იყო სისტემა გოგოსთვის მზად? აკადემია თუ არის მზად გოგოსთვის, რას ქვია თუ რაღაც სტანდარტებზე გაქვს საუბარი, რომ რაღაც სტანდარტებს უტოლდები, რას ქვია გოგოსთვის მზად არ ხარ? თან ეს იმ გოგოზეა საუბარი, რომელიც არაფერს არ გთხოვს, არ გთხოვს ცალკე საპირფარეშოს, არ გთხოვს ცალკე საშხაპეს, არ გთხოვს ცალკე იმას სტანდარტს, არ გთხოვს ცალკე არაფერს არ გთხოვს განსხვავებულს, რომ ზუსტად იცის, რომ ეს ველზე აი ეს შეღავათი, რაც ამ განსხვავებს მოყვება წვნებისას მისთვის საზიანოა. არაფერს არ გთხოვ განსხვავებულს, გავიარე, მშვენივრად იცი, რომ ეს გავიარე, იმიტომ რომ ერთადერთი ვარ, ვინც ეს გაიარა საქართველოში. და მე მიტრიალდები და მეუბნები, რომ ის არ გაქვს. პირობები არ გაქვს გოგოსთვის. ვეუბნები, რომ კი, მაგრამ არ მინდა პირობები ამ გოგოსთვის. არა, სტანდარტებით არ შეიძლება. ანუ სტანდარტებით შეიძლება, რომ გოგოსთვის პირობები არ კონდეს, მაგრამ მიიღო ის გოგო, რომელსაც ეს პირობები საერთოდ არ ჭირდება, არ შეიძლება. რაღაც ძალიან უცნაურ ფენომენთან გვაქვს, ჩემი აზრით, საქმე. ძალიან უცნაურ ფენომენთან. მაშინ, როდესაც შეიძლება ზუსტად ჩვენნაირი ქვეყნის რიცხოვნობით, რელიეფით, ბიუჯეტით არა, სამწუხაროდ, რიცხოვნობით, რელიეფით მოდელი ადგე და უბრალოდ გადმოიღო. დაიხმარო რამდენიმე მრჩეველი, გონიერი მრჩეველი, გამოცდილი ადამიანი და აწყო სისტემა. არა, ჩვენ უნდა მოვიგონოთ ახალი, თუმცა ეს ჩვენ თემას გადაუხვით, მხოლოდ მდედრობით სქესის სამხედრო მოსამსახურეების პრობლემა არ არის. კეთი, აი ხო არ შეგიძლია გაგვიზიარო მაგალითად აი საერთაშორისო პრაქტიკა როგორი არის? იგივე არმიიდან დათხოვნაში წასულან წამოსულ ადამიანებთან მიმართებით, განსაკუთრებით ქალებთან არ არსებობს ეს განსაკუთრებით ქალებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ეხლა მე ვიცი მარტო მხოლოდ მეტნაკლებად ვიცი ხმამაღალი სიტყვა, უბრალოდ შეხება მქონია დიდი ბრიტანეთის და ამერიკის სამხედროებთან, რომლებსაც აი ეს გაზიარებული აქვთ ეს გამოცდილება ჩემთვის. ბევრს ვერ ვიტყვი პირად საუბრებში, რაც მომისმენია, რაც წამიკითხავს და რასთანაც მიმუშავია ცოტა ხანი, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია. უყურე როგორ არის, იქ არ არის ქალთან მიმართებაში, თუ კაცთან მიმართებაში. უბრალოდ რეალობაა ის, რომ ქალი უფრო მეტ
პრობლემას აწყდება, ვიდრე მამაკაცი. ზუსტად აი მაგალითის გამო რომელიც მოგიყვანეთ, რომ აი მამაკაცს მშენებლობაზე მიიღებენ, ტვირთავად მიიღებენ, ქალს არ მიიღებენ, იმიტომ რომ შეხედავენ და ეტყვიან, რომ აი შენ რა უნდა ათრიო. ხო? ანუ სამწუხაროა, მაგრამ ეს ესეა. საერთაშორისო საზოგადოება კიდევ ერთხელ გავუმეორდები, არ აინტერესებს ეს ქალია თუ კაცია. ეს არის სამხედრო მოსამსახურე, რომელმაც მისი ვალი პირნათლად მოიხადა და რომელიც უნდა დაუბრუნდეს სამოქალაქო ცხოვრებას. აქ არ არის გათვლა მხოლოდ იმაზე, რომ ვალი მოიხადა, პატივი ვცეთ, ძალიან მორალური სახელმწიფო ვართ და მოდი ახლა ამ ადამიანს მოუაროთ, გინდა ქალს, გინდა კაცს. აქ ძალიან პრაგმატული გათვლა ცდებს სახელმწიფოს მხრიდან და ძალიან სწორია. ადამიანს, რომელსაც ამდენი წლის განმავლობაში ასწავლიდი სროლას, ტაქტიკურ დაგეგმარებას, თუნდაც მინიმალურ დონეზე, თვითგადარჩენას, დამალვას, დაფარვას, ჩასაფრებას, შეტევას, ტაქტიკურ უკან დახევას, ეს ადამიანი არ დატოვა უფუნქციოდ. იმიტომ რომ როდესაც ამ ადამიანს მოშივდება, ან მის ოჯახს მოშივდება, ან წამალი დასჭირდება, ან რაღაცა, ეს ადამიანი არ გექცეს შენ საფრთხეთ. ძალიან პრაგმატული და სწორი გათვლა. ხო? ანუ მარტო ის კი არა, რომ მორალურად სწორია ადამიანს, ვისაც სთხოვ, რომ თავისი სიცოცხლე გაიღოს რაღაც ამოცანისთვის, მიზნისთვის, რომელსაც შეკითხვასაც არ დასვამს. მორალურ მხარეს თავი დავანებოთ. აბსოლუტურად პრაგმატული სახელმწიფოებრივი გათვლა, რომ ამ ადამიანების ერთობა არ შემოტრიალდეს სახელმწიფოს მოქალაქეების და მათი კეთილდღეობის და უსაფრთხოების წინააღმდეგ. და ძალიან მარტივია, იმიტომ რომ წლების განმავლობაში ამას ასწავლიდი. ამიტომ არიან ქვეყნები, რომლებმაც ვთქვათ, რაღაც კონტრაქტი არის, სიტყვაზე ვთქვათ 8 წლიანი, ან 5 წლიანი, ან 4 წლიანი. რა მნიშვნელობა აქვს რამდენი წლიანი? კონტრაქტის ამოწურვამდე, რამდენიმე ხნით ადრე, ინდივიდუალურად თითოეულ სახელმწიფოს, თითოეულ ადამიანს სამხედრო მოსამსახურეს ესაუბრებიან და ეკითხებიან, რას ფიქრობ? გააგრძელებ კონტრაქტს თუ არ გააგრძელებ კონტრაქტს? თუ არ გააგრძელებ კონტრაქტს, ჩვენ რით შეგვიძლია დაგეხმაროთ? და გთავაზობენ, ჯარს შეუძლია შემოგთავაზოს ეს. ან შეუძლია შემოგთავაზოს შენი დაგროვებული თანხიდან, საპენსიო ფონდია თუ რაც არის, შენ რასაც აირჩევ, რაღაც პროცენტულობას დააფინანსებს სახელმწიფო, რაღაც პროცენტულობას თლიანად არ დაველოდებით შენ საპენსიო ასაკს, მოგცემთ და ისწავლე ეს, რომ მოგცეს რაღაც სხვა პროფესია, რომ არ დაგტოვოს. უარესია თუ რაღაც საბრძოლო გამოცდილება გაქვს, პოსტტრაუმული სტრესული სინდრომის ნიშნები გაქვს, ეგ უარესია კიდე ისე თუ დაგტოვა, რომ უუნარო ხარ აბსოლუტურად, რომ თქვათ ფეხზე იდგე, შენ ორ ფეხზე იდგე მყარად, ეგ ყველაზე რთული ვითარება. გთავაზობს, გეკითხება და შენთან ერთად ინდივიდუალურად აწყობს ამ გეგმას. არის შემთხვევები და ძალიან ბევრი შემთხვევა პირადად მე მინახავს, როდესაც უკვე სამოქალაქო სტატუსით ამ ადამიანების გამოცდილება ჯარს გამოუყენებია. აღარ ხარ სამხედრო, აღარ ემორჩილები იგივე რუტინას, აღარ გაქვს იგივე ისინი ჩასაბარებელი, მაგრამ შენ გამოცდილებას უზიარებ სამხედროებს. ახალგაზრდა ჯარისკაცებს იქნება ეს, თუ დაზვერვას, თუ ვისაც იქნება, შენ გამოცდილებას იგივე უწყება იყენებს, ოღონდ სხვა ფორმით. ჩვენთან სამწუხაროდ იმისთვის, რომ გამოცდილება შენი ვიღაცამ გამოიყენოს, არ ვიცი, ისეთი ფორმით როგორ თქვა, რომ გულზე არ მოხვდეთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ძალიან დიდ პატივს ვცემ. იმისთვის, რომ შენი საბრძოლო გამოცდილება ვიღაცამ გამოიყენოს, უნდა ივაჭროს შენი მოკვეთილი, ამპუტირებული კიდურით, იმიტომ რომ ძალიან მაგრები არიან, ვინც ახლა ეს ამპუტირებული კიდურები ძალიან მაგარი გამოცდილება მიიღეს, პირადი ის აქვს,
უმაგრესი ბიჭები არიან. მაგრამ იგივენაირი მაგარი ბიჭები, მაგრამ თელები არავის არ ჭირდება, ცოტა სპეკულაციური ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ცოტა სპეკულაციურია ეს ყველაფერი. არ ვიცი როგორ გაიგებენ ახლა ამას, რაც თქვი. თუმცა ეგრე მწამს. იმიტომ რომ არიან ზუსტად იგივე და თვითონ ამ ბიჭებმაც იციან ეს დანარჩენი ბიჭები, რომლებიც მარტო იმიტომ არიან მივიწყებულები, რომ გაუმართლათ და თელები არიან. აქ ყველაფერი არის, სახელმწიფო როგორ უყურებს სამხედრო მოსამსახურეს. როგორც ადამიანს, რომელსაც პატივი უნდა სცეს, თუ როგორც მასალას, რომელიც შეიძლება გახარჯოს. სამწუხაროდ, ამდენი წლის განმავლობაში სამხედრო მოსამსახურე არის გახარჯული მასალა, რომელსაც ქვია ვეტერანი, ისიც თუ ეღირსა ეს ვეტერანის სტატუსი, რომელსაც ქვია ვეტერანი და ვეტერანს ამადლიან ყველაფერს. რომელსაც თუ რაღაც შეღავაც აძლევენ, იმიტომ კი არ აძლევენ, რომ იმსახურა და იომა, არამედ აძლევენ იმიტომ, რომ სხვა შემოსავალი არ აქვს. თუ სხვა შემოსავალი აქვს, ეს ნაომრობის და ნაბრძოლობის შეღავათი ქრება ჰაერში. საწყენია და ყველა ვინც ამაში შედის, თავშივე ეს არ იცის. და აქ არ არის მარტო იმაზე საუბარი, რომ ქალი თუ კაცი. განსხვავება ის არის, რომ ქალისთვის უბრალოდ დაბრუნება ამ ცხოვრებაში, ფეხის მოკიდება არის ბევრად უფრო ძნელი და არჩევანი აქვს ბევრად უფრო ნაკლები, ვიდრე მამაკაცს. აი, ეს სხვაობაა მარტო ამ შემთხვევაში დედრობით და მამრობით სქეს სამხედრო მოსამსახურეებს შორის. ეს ჩემი გამოცდილება, შემიძლია ვიკამათო. ნებისმიერ გინდა მამაკაცთან, გინდა ქალბატონთან, ოღონდ ვიკამათებ მხოლოდ იმ ქალბატონთან, რომელმაც გაიარა ის სტანდარტი, რაც გავიარე მე. ეგეთი არ არის სხვა. ეს არის ფაქტი. კეთი, ძალიან დიდი მადლობა. ეს ჩვენი საუბრის მიწურულს ერთი და კომენტარი რაც შეიძლება ვთქვა, რომ უამრავი კითხვის ნიშანი დავტოვეთ ამ საუბრით. რა თქმა უნდა, შეგვიძლია უკიდეგანოთ და ძალიან ვრცლად ვისაუბროთ და ინტერესის შემთხვევაში აუცილებლად გავაგრძელებთ ამ ყველაფერს. მაგრამ კითხვის ნიშნები საჭირო არის თუნდაც იმისათვის, რომ ვიღაცამ ამ თემაზე მსჯელობა დაიწყოს. იმსჯელოს, რაღაცა დისკუსია გახსნას და ყოველ შემთხვევაში დისკუსია გახსნილია, მთავარია ნება იყოს და სურვილი. აი როგორც კი ნება და სურვილი გაჩნდება, იქ შეიძლება ბევრი მცდარი აზრი წამოვიდეს, მაგრამ შეცდომების გარეშე ვერ ვისწავლეთ. მთავარია რომ ნება იყოს. მე სამწუხაროდ ჯერჯერობით ამ ნებას ვერ ვხედავ და წეროვანი სარეაბილიტაციო ცენტრი კიდე საკმარისი არ არის იმ ქვეყნისთვის, რომელსაც 10 წლეულში დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 10 წლეულში საშუალოდ თითო ომი მაინც ქონია რა. ასე რომ, რა თქმა უნდა, სასაუბრო ბევრია. მთავარია იყოს ნება. დაველოდოთ ნებას. მადლობა თქვენ.